მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი მარადიული სული აღდგენის შეწყალებული მოტელებული დაუჭერი აუჭერი შევჭმელი დაუბლოკელი დაუზომბირებელი დაუჩიპირებელი დაგავარები რასტარაიცას ნიმაიცა ჟიგაიცა პარტალების აკრივაიცა ზალატე ულტრაფიოლეტოვი პათოგიზობირებით ზლონი კაკნე ზახოდი ზლო ტოლკა მინუს მაგნი დავდება ჩემ ბიოვერი ბიოპოლიდან შოს ნატრანსფორმაციის პერევიჩნო ენერგიებისათვის ჟიგაიუცა ატკლუჩაიუცა ცეცხლის ტოკებით და არის ასე და შტრაფიროიცა ჟიგაიუცა ატკლუჩაიცა შტრაფიროიცა ჟიგაიუცა ატკლუჩაიცა ვსე დისტრუქტივები ვსე ნეგატორები და ვსე ავისულები და ავიძალები ჟიგაიუცა შტრაფიროიცა ატკლუჩაიცა ატმინე პადალშე ზაპრეშაი ყველა სკანირავანიებას კაპირავანიებას დისტრუქტივობას ჯადონბაზობას Budite автоматически моментально блокироваться, сжигаться, выжигаться, да, отключаться от меня подальше. На трансформации перевичную энергию писать галактические судебши дарисас. Анкиды галактические ядро канализации на трансформации сас. Закрывается порталами золотые ультрафиолетовые фильтры. Эхлара минда ахсна. Айра არის ზერკალა. ეხლა ზერკალური ისენი რა არის, ზერკალური ისენი რა არის, ზერკალური ატრაჟენიები რა არის. ანუ ეს რაღაცას რო ფიქრობს, ანუ არის გადაცემა რაღაცა, სადაც არის ეს შენი ზერკალა, ის შენი ზერკალა, ეს ზერკალა არ ვარგა, არც მატერიალური ზერკალა არ ვარგა და ზერკალებში ბევრი ყურება არ შეიძლება, არც შუშები არ შეიძლება. არც ფანჯრები არ შეიძლება და ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს ხოლმე მარილიანი წყლით და უნდა ითქვას რომ ზაკრივაიცა პარტალები ზალატი ულტრაფიოლეტოვი ფილტრები და დისტრუქციები და ნეგატივები და პარტალები სნიმაეცა ზერკალა არ ვარგა საერთოდ სახშიც ტელეფონები ნოუთბუქები უნდა გაიწმინდოს ზალატი ულტრაფიოლეტოვი რაღაცა ოდნავ მარილიანი წყლით და უნდა თქვას ადამიანმა რომ ეს დისტრუქციები ზაკრივაეცა ტელეფონი კი არ ჩააგდოთ მარილში პროსტა გადაუსვი ოდნავ რაღაცა მარილიანი ოდნავ სველი ხელი გაწმინდე ტელეფონი რა წვიმაში არავის არ დასველებია ოდნავ მარილიანი რაღაცა ისა რომ და თქვი რომ ყველაფერი ცუდი დისტრუქციები ნეგატივები დღეს რაც ტელეფონში ვილაპარაკე რაც ასე ვთქვათ რაღაცა უყური ამ ტელეფონს გაიწმინდოს. ეხლა ზერკალა რა არის ბიოსისტემისათვის და ბიორობოტისათვის. აი ადამიანს გაახსენდა რაღაცა, აი თავის ტვინში რა ხდება. გაახსენდა ეხლა რაღაცას, ეხლა ერთი ქალი ლაპარაკობს გადაცემა, ესეც სულ ზერკალა, ტვაი ზერკალა, ვიფიქრე ეხლა რა არის ზერკალა, რას ლაპარაკობს ეს ქალი, მივწერი ამ ქალს დაჟე WhatsApp-ზე რომ მეთქი აბისნიწე პაჟაუშტა რა არის ეს ზერკალა. მომწერა რაღაცა, რა ვიცი, გაუგებარი პასუხი ვერ გავიგე. შო რაღაცა არ ვიცი, ისა ვერაფერი ვერ გავიგე რა მომწერა. მეთქი ხო, კაი ვითომ გავიგე, ბალაგადარი უმეთქი და აღარც მიმიწერია იმის მერე, მაგრამ კაი გადაცემები აქვს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ცოტა სულ ზერკალა, მეთქი რა, მაგრამ ეს კალი ზერკალას იძახის. ვიფიქრე, ეხლა მე თვითონ ერთ გადაცემას მოусმინი ამ ქალის, ორ გადაცემას მოусმინი ამ ქალის გადაცემებს და მე თვითონ ვიფიქრე და ეხლა გამახსენდა. აი ესე აუხსენი ეხლა მე ჩემ თავს. რომ როდესაც იძახიან რომ დავუშვათ რა არის ზერკალა ბიოსისტემისათვის, ბიორობოტისათვის, ცოცხალი მატერიალური ზერკალა ყველამ ვიცით რაც არის, შუშა რა არის ყველამ ვიცით. დაგითხარით რომ ეს შუშები ეს ფანჯრები, ეს რაღაცა სარკები უნდა გაიწმინდოს ყველაფერი და საერთოდ პოლი, ჭერი, კედრები ყველაფერი უნდა გაიწმინდოს ოდნავ მარილიანი წყლით. რო დისტრუქციები მოშორდნენ, ნეკროტიკა რო წავიდეს, ნეკროტიკა. ეხლა რა არის ესა, რა ქვია, ბიოსისტემისათვის ეს ზერკალა, აი დავუშვათ
გაახსენდა ადამიანს რაღაც ატრაჟენია, რაღაც აი ეს სცენარი, ან რაღაცაზე ფიქრობს, ან ვიღაცაზე ფიქრობს, რაღაცა სცენარი გაახსენდა, რაღაცა ამბავი გაახსენდა. ეს ხო დაიწყებს თავის თვეში ტრანსლაციას ზერკალურად, ანუ როგორც ფილმი ტვინის ეკრანში, თვალებში, ხო, დაიწყებს ესე იგი ტრანსლაციას, ეს ამბავი. აი ესე იყო, აი ესე იყო, აი ესე იყო, როგორც ეკრანი, როგორც კომპიუტერის ეკრანი, როგორც ტელეფონი უკვე აძლევს ამ ფორმებს, იმის ხმას, იმის ეს ადამიანი რო გახსენდება, ხო? დაუშვათ, ან ქალი, ან კაცი, ან შინაური, ან მტერი, ან ახლობელი, ან საყვარელი, ან რაღაცა, ან ცოლი, ან შეყვარებული, ან რაღაცა, ხო, იმაზე ფიქრობს, უიმე ესე მითხრა და უიმე იმეს ესე უთხარი და ოი ესე იყო და ისე გაიცინა და ხმაც კიდე გახსენდება, ხო, ადამიანის, ხო? და ეს თავის ტვინში ეს ზერკალურად ასე ვთქვათ იქმნება ეს რაღაცა ეს დაჟე ესე გამიცინა ესე მითხრა ისე უთხარი იქ წავედით აქ წამოვედით დაჟე საწახვედით ტვინმა რო დაიმახსოვრა ის რო გაიარეთ იქ ბაღები იქ კაფეები, რა ქვია, სასეირნო ბაღები, ბაღჩები, რაღაცეები და არიქა და ან კიდე რო ცემეთ ერთმანეთი ხო გაგახსენდათ. ამან ესე ჩამარტყა მეტკინა მე იმას ისე ჩავარტყი, კარგად ვერ ჩავარტყი, კიდე უნდა ჩამერტყა, იმიტომ რომ ვერ წაიქცა, ვერ მოვერი, არ მოვერი, აი ეგეთი რაღაცა, ხო იქმნება ეხლა ეს ფანტაზიები თავში, ანუ ზერკალური სურათები, სცენარები, ეკრანები, ეკრანული ამბები. და ისა რა ქვია ემან ესე შემაგინა ამ ხმით შემაგინა მე ესე უფრო მაგრა შევაგინე და ეგეთი რაღაცეები ხო არის ეხლა ხო ანუ ადამიანის ტვინი იწყებს უკვე ტრანსლაციას ამაზე რომელიც ასე თქვა და ხმის სიგნალების ეს გახსენდება დაჟე სიტყვა პასუხი გახსენდება დაჟე და რაღაცეები ამბები ახსენდება ადამიანს ანუ ეს ზერკალა გადმოცემას ანუ რაღაცა იყო წარსულში გახსენდა ადამიანს ფიქრობს ამაზე რომ ესე იყო რომ ესე ხდებოდა და ეს ზერკალა ტრანსლირუით ამ ამბავს ზერკალურად ტრანსლირუით ამ ამბავს და ზერკალურად წარმოიდგენს ამ ადამიანს რა ზომის იყო რა სიმაღლის იყო რა წონის იყო როგორი ხმა და ყველაფერს წარმოიდგენს რა ქვია როგორ მიტრიალდა როგორ მოტრიალდა მე მეწამაქცეს გავითში აღარ მახსოვს ან ვაკოცე და თვალები დავხუჭე და აღარ მახსოვს და ან კიდე რა ვიცი 1000 რაღაცა ნუ წარმოიდგენს ადამიანი ეს არის ზერკალა ჩვენი თვალები არის ჩვენი ზერკალა ჩვენი ხრუსტალები არის ჩვენი თვალები გაიგო და აღვიძებს ეს ჩვენი თავის ტვინი ეს ემოციები ეს გრძნობები ეს იმპულსები ეს რა ქვია ატრაჟენიები აღვიძებენ ამ ჩვენს თავის რო ფიქრობთ ხო და რო წარმოვიდგენთ ამ რაღაცებს ხო შევიგრძნობთ ყველაფერს არა იმ ტკივილსაც შევიგრძნობთ იმ სიხარულსაც განვიცდით იმასაც განვიცდით უჟასტიკებსაც განვიცდით იმ შიმშილსაც განვიცდით რო გვახსენდება როგორ გშიოდა ან როგორ გციოდა ან როგორ ტკიოდა ან როგორ რაღაცა ხო რაღაცას განიცდი ან როგორ გვიხაროდა ხო ეს არის ბიოსისტემისათვის ანუ ზერკალა ეს არის რაღაცა აი ეს ზერკალური ეკრანული სცენარები ფილმები ატრაჟენიები ამბები რაღაცა სერიალები რო გვახსენდება რაღაცეები ხო აი ეს რაღაცეები არის ზერკალა თურმე ამას ეძახიან ზერკალას და ამოცებში შედის ადამიანი და ხდება ამისი პერეჟივანიები ხო იმიტომ ვიძახი ხოლმე პერესცენარავდება ყველაფერი ჩემთვის ასიკეთო აი რო გაახსენდება ადამიანს ის რა მაგრა უყვარდა და არ დაუფასა ხო დაუშვათ ნუ არ დაიფასა აი დარდი მე ხო მიყვარდა всё ვიღებ ჩემს სიყვარულს ჯანმრთელობას და ეს რაღაცა ზერკალები გაითიშოს არ მინდა ამ ადამიანზე ფიქრი გაითიშოს всё არ მინდა რა თქმა ან როგორ მაკადრა ან როგორ წამართვა არა ეს რაღაცა უჟასტიკები ხო პერესცენარავდება ეს უჟასტიკები ჩემთვის სასარგებლოდ მე იქიდან ვიღებ ჩემი ზობილიებს ჩემს ჩისტოტებს ჩემს ჯანმრთელობას და всё ზაკრივაიც ეს ადამიანის ფორმასაც კიდე წარმოიდგენს ადამიანი ამ დროს შეიძლება გაიხსნას ეს რა ქვია მატრიცული კარიდოლური სისტემები
და მოვიდეს იმისი ფანტომი. შენ ჩემზე ფიქრობ, რა გინდოდა აბა, მიხვდი რა ხდება. ამიტომ ადამიანმა ზედმეტად არავის არ უნდა იფიქროს, არც იმ შეყვარებულზე, არც იმ იმაზე, ან იმ შეყვარებულის სახით კიდე ვინ მოვა იქნება, ჩორტი კი მოვიდეს და დაგაზომბიროს, ხედავ რა ხდება, რამდენი მანიპულაცია ხდება ამ მატრიცაში. ხო, ნუ ეხლა მეც, რა ქვია, ხან ეხლა გავბრაზდები და ვიწყებ ამ შინაურებზე, გარეულებზე, ნაცნობებზე, უცნობებზე, უიამათ ესე და უიმათ ესე და რა უყო, ესაძაგლები, მაგრამ მე კაცო, წავიდნენ ძლივს მოვიშორე რა, თავი დამანებონ, მიხვდი? წავიდნენ, რა თმინდა ეხლა იმათი სახით ვინმე ბესიან ჩორტი კი არ მოვიდეს კიდე. ან გინაც ისენი რომ მოვიდნენ იმათი ვამპირი ფანტომები რა თმინდა. არ უნდა ჩემ ბიოპოლში მე უნდა ვიყო მარტო. ჩემმა სულმა უნდა დაისვენოს. ჩემმა სულმა იმდენი ტკივილები გადაიტანო რომ მე ჩემ ბიოპოლში მარტო უნდა ვიყო, მე უნდა აღვიდგინო ჩემი ენერგიები. რა თქმა იმ შინაურებმა, იმ ძმამ, დედამ, იმან თავიანთი სულები აღიდგინო და ყველამ თავიანთი სულები აღადგინო. რა თქმა მეზობლებზე ვიფიქრო ეხლა. მეზობლებმა მიხედონ თავიანთ სულს და თავიანთი სული და თავიანთი ენერგიები აღიდგინო. რატო უნდა ვიფიქრო მე მეზობლებზე? აი ეს არის twinისათვის ზერკალური მანიპულაციები, რასაც ეძახიან ზერკალურ ლაბირინთებს. ანუ რო შედიხარ მე ამ როლებში, ადამიანი შევა ამ როლებში და ჰაი გიждდება და ჰაი ემოციებში და ჰაი ჰაი და გამოიცალა დააზომბირეს უკვე всё პაპუ აღარ არის ადამიანი, რამ დაგაზომბირა აი ზერკალურმა მანიპულაციებმა და ლაბირინთებმა, ისევ ჩვენმა ფიქრებმა დაგვაზომბეს ჩვენი ფიქრების იმით მოვიდნენ ეს რა ქვია ენერგოპარაზიტები, სექსპარაზიტები, კრადნიკები და ამიტომ ადამიანმა არ უნდა ან თუ ფიქრობს რაღაცაზე, ხო დაუშვათ ენერგიაბმენეთი ურთიერთობა რომ მოხდეს და წარმოიდგინა ის ვიღაცა და არ მადლობას ეუნება და ან ბოდიშს ეუნება და ან დაგավորები რასტარ გაემეუნება, ან დისტრუქციული კანალები, პრივასკოვი პროცესები აციკაებ და პაკა დასვიდანია ჩემგან შორს, ეს ყველაფერი უნდა იყოს დაიცვას ადამიანმა თავი ზალატიე სფეროებით, ზალატიე ფილტრებით, ზალატიე კედლებით, ჩემ შორის და მე იმ ადამიანებს შორის. ჯერ თავისი თავი დაიცვას ზალატიე მეკრაბებით. რომ არ დაავამპირონო через ამ ფანტომით, через ამ ფიქრებით, через ამ რა ვიცი მე მანიპულატორობებით იმ სხვა ადამიანმა. სხვებმა რა და იმ ადამიანმაც რა ადამიანის ფანტომები არიან ზუსტად რომ ადაც მანიპულატორობას აკეთებენ. იმიტომ რომ დაგավորები აქვთ. ადამიანებს მე არ ვენდობი და ადამიანის ფანტომებს მე არ ვენდობი. ადამიანმა როცა თავის სული ვერ შეიცრო, თავის სული ვერ გამოიღვიძა, თავისი ელემენტარული თავისი კარმების გამოსწორება არ უნდა. მე ესეთ ვერავის ვერ ვენდობი და არავის ვერ ვენდობი უკაცრავად. ყველა არის ვიგოდაზე გადასული. სულიერად თუ მატერიალურად ყველა არის ვიგოდაზე გადასული ცოტათი თუ მეტად. მე რო გამოვაღვიძე ჩემი სული, მე ეხლა ვცდილობ ჩემი სულის განკურნებას, ჩემი ემოციების განკურნებას, ჩემი დისტრუქციული პროგრამების გადატრანსფორმირებას და თავის დაცვას. მაგრამ რომელიც ცდილობს ამას? არც ერთია იშვიათად რომ ვინმე ცდილობდეს ამას. რუსეთმა გვაჯობა, რუსმა გიპნოლოგებმა გვაჯობეს ყველას. რუსმა გიპნოლოგებმა და რეგრესორებმა გვაჯობეს ყველას. შკოლებიც აქვთ, ასწავლიან კიდევაც და ყველა ტრეციკლასი გაიხსნა და ყველა ის გახდა რეგრესოლოგი და გიპნოლოგი იქა და ბიოენერგეტიკებით მკურნალობენ ხალხს. რუსეთმა გვაჯობა ყველას. ეხლა მე რა არის ეს ხო, ნუ შედის ეს ადამიანი პერეჟევანიებში, რაღაცეებში, ამბიციებში, ამბებში და მე აღარ აქ ან ძალიან უყვარს და ძალიან გაუყვარს და მე მაინც აღარ აქ ენერგიები. წავიდა დაწვა დაიძინა. ფუ რამდენი ვიფიქრეო, ფუი ეშმაკებს რამდენი ვიფიქრეო და წავიდა და დაიძინა. აღარ აქ ენერგიები, ვეღარ შეყვარებულზე ფიქრობს ისა და ვეღარც კიდე იმაზე ვეღარ ფიქრობს უკვე. ხო, ეხლა
ხო, ანუ დიდი ხამაზე, ამიტომ. ხო, ამიტომ ბევრ რაღაცებზე ადამიანმა დიდი ხანი არ უნდა იფიქროს. აი, ერთი წალი ვიფიქრე. всё, რა, всё. ერთი წუთი, ორი წუთი რაღაცა, ან თუ ცუდად ვიფიქრე კიდე, წაიშალოს ეს ცუდი ფიქრები, წაიშალოს ეს ცუდი ფიქრები, არ მიფიქრია, всё. და უნდა ეცადოს ადამიანმა რომ საერთოდ პოზიტიურზე იფიქროს ჯერ შენი თავისათვის სასარგებლო. ჩემი თავისათვის სასარგებლოდ უნდა ვიფიქრო. კი, ეხლა შეყვარებულებს დიდ პატივს ავცემ და ყველას დიდ პატივს ავცემ, მაგრამ წარამარა შეყვარებულზე ფიქრი ვის გავუგი. ჯერ უნდა ვიფიქრო მე ჩემი თავისათვის. ჩემი სულიერი ევოლუციისათვის და ჩემი სულიერი ყველაფრისათვის. წარამარა სამსახურზე ფიქრი ვის გაუგია და ესე მეტყვიან, ისე მეტყვიან და აუ ესე გავიარე და აუ ესე გავიარე და წარამარა ჯერ კი ეხლა რა სულიერი განვითარებაზე უნდა იფიქროს ადამიანს, სულიერ გარმონიაზე, სულიერ სიწყნარეზე, სულიერ ჯანმრთელობაზე და სულიერი ენერგიების შეცნობა უნდა გამოიცნოს. ხო. უნდა განაცხადოთ მერე რომ დავუშვათ ზერკალურო პარტალებო რაღაცეებო, აი ეკრანებო რაღაცეებო, აუფიქრებო ან კავიფიქრებო ან ზედმეტო ფიქრებო ან რაღაცეებო, ჩემ ემოციებზე თამარს გიკრძალავთ, ჩემ ტვინზე თამარს გიკრძალავთ ეს ინფოპაკეტები რო არის. ამ ინფოპაკეტებით იხსნება ზუსტად ეს ზერკალური რა ქვია სცენარები, ზერკალურ სცენარებს ეძახიან ზერკალურ ლაბირინთებს. და ზაკრივაიცა ზერკალურ ლაბირინთები, სალატი ულტრაფიოლეტო ფილტრები, CSRO დისტრუქციები ჟიგაეცა. და მე რა ქვია ჩემთან ემოციებზე სათამაშოდ გიკრძალავთ. ეხლა მეორე კიდე რას ეძახიან ზერკალებს, კიდე ეს გამახსენდა რომ კიდე რას ეძახიან ზერკალებს. დაუშვათ ეხლა ხალხი ან ადგილობრივები რაღაცა ხო წავიდე ეს კახეთი. ხო, დაუშვათ ეხლა ადგილი, აი მაგალითად ეხლა ჩემი სახლი, ხო, ჩემი სახლია. მაგრამ ჩემი მეზობლისათვის ჩემი სახლი რა არის? აი როგორი ტრანსლაციები მიდის. ჩემი სახლი, მეზობლის სახლი, მეზობელია. მეზობელი, კაი მეზობელი, ან ცუდი მეზობელი, ან იმის ქმარი, ან ამის ქმარი, ან ამის სწორი, ან იმის სწორი, ან რაღაცა, ან ბავშვებიანი, ან მარტოხელა, ან ლოთი, ან ესეთი, ან ბრაზიანი, ან რაღაცა, აი ჩემთვის ეხლა, აი ესეთი ზერკალური ისინი იქმნება ადამიანის თავის ბიორობოტის სისტემებში. ეხლა კიდე დაუშვათ რა ხდება. ხდება სხვადასხვანაირი ტრანსლაციები, მაგალითად მაღაზია ჩემთვის მაღაზია, ჩემთვის ახლოსაა ჩემი მაღაზია, სხვისთვის შორსაა ჩემი მაღაზია, ხო? აი რამდენი ტრანსლაციები იქმნება. ვიღაცისათვის ეს მაღაზია შემოსავლის წყაროა, ვიღაცისათვის ფულის სახარჯვის წყაროა, ვიღაცა მაღაზიაში უფროსია, ვიღაცა გამყიდველია ხელფასზე არის, ხო? ყველა ამ ყველაფერს რამდენი ტრანსლაცია და რამდენი ის აქვს, ვოლნები აქვს. რამდენი ტვინი მუშაობს ამ დროს, ოღონდ სხვადასხვა რეალობაში კი არა, სხვადასხვა იმაში ზერკალურ როლებში კი არა და ზერკალურ სცენარებში, ხო, სხვადასხვა ზერკალურ სცენარებში. სხვადასხვა იმას ატრაჟენიურ სცენარებში, არა ატრაჟენი ამ დროს სხვა გამოდის ეხლა. სხვადასხვა ზერკალურ სცენარებში თამაშობს ეხლა ეს ხალხი ამ მაღაზიაში მაგალითად. ხო, მაგალითად ეხლა ხდება როგორ არის ეხლა მაგალითად პივა ჩემთვის რა არის? აი პივა ჩემთვის არაფერი არ არის, პივა არის ჩემთვის საწამლავი, შხამი. მაგრამ სხვისთვის პივა არის ძალიან კაი დასალევი. არ არის შხამი, პივა კაი დასალევია. ანუ ყველა ზერკალა და აი სხვადასხვანაირად ხდება ადამიანის ბიოსისტემაში და ბიორობოტში ეს ზერკალური ატრაჟენიები. და მოქმედებენ, ფუნქციონირებენ სხვადასხვა ვარიანტებით, სხვადასხვა სცენარებით. მე რო პივაზე ალერგია მაქვს, იმას პივაზე სიყვარული აქვს და ესე შემდეგ. სხვა ადამიანს, ხო, ასე ვთქვათ, იმ პივასაც კიდე სხვადასხვანაირად ხედავენ. mnoga merni, რას ნიშნავს? mnoga variantni.
ანუ ყველა სახის ადამიანის აი ამ პივაზე მაგალითად ეს ადამიანი როგორ უყურებს ეს პივა ეს ადამიანი რო და ესე მე ეხლა მაგალითად ჩემი ზერკალნი ატრაჟენია რა არის ეხლა ზოგს უყარავ ზოგს არ უყარავ ზოგი უცნობია ზოგი ნაცნობია ზოგი ეს ქალი ვინ არის რაღაცა ზოგი პატივს აბცემს ზოგი კარგად და ეს აი ბევრნაირი ტრანსლაცია ხდება დაჟე თითოეული ადამიანის მიმართ და ხო და რა ვიცი ეხლა უნდა შეგვეძოს ადამიანებს ამ ჩვენი ატრაჟენიები ამ ზერკალური კორიდორებიდან ანუ ვინ რას ფიქრობს ჩვენზე ზერკალური ტრანსლაციები ზერკალური ასე ვთქვათ რაღაცეებით ხო უნდა შეგვეძროს აი ამ თითოეულ საერთოდ ბიოვერ ბიოპოლებში მატრიქსებში და თავის დაცვა ა ჩვენი ატრაჟენიების დაცვა ჩვენი სახელი გვარისა და დაცვა ჩვენი ანაბეჭდების დაცვა ჩვენი ხელმოწერების დაცვა და ყველაფერი უნდა შეეძროს ნერალე და ცოტა ადამიანს ისე რომ არც მე დამაზომბირონ არც თვითონ არ დაზომბირდნენ მაგალითად ვერ მიტანს ვიღაცა და გაუარე ჩამოუარე გაგიჟდა რატო გამიარე რატო ჩამომიარე გაგიჟდა კიდე გაუარე კიდე აუარე კიდე გაგიჟდა რატო გაიარა რატო გამოიარა ვერ ვიტან ფუ ეს კალი ფუ ეს ნუ ხო არის ესეთი რაღაცა ვერ იტან ადამიანს და გიყურებს გაგიჟდება ეხლა ადამიანი რატომ იყურებს ოჰო ხო აი შევა როლებში სცენარებში ხო ლამისარია გააკუონ ხოლმე ლამისარია უკაცრავად ამ სიტყვაზე მე რა მინდა კიდევ თქვა მაგალითად ეხლა საწავი და სად ვიყავი ხო და ხდება სხვადასხვანაირი ეს ტრანსლაციები და აი მაგალითად ერთი კაცი ავიღოთ ხო აი ეს ქუჩაში ხალხი რა არის ხალხი ზოგისთვის არის ნაცნობი ხალხი ზოგისთვის უცნობი ხალხია ხო ზოგისთვის არის ხო ნაცნობი ქალია ნაცნობი ბავშვია უცნობია შინაურია გარეულია ხო აი რამდენი ზერკალური ისენი ხდება ეხლა ატრაჟენიები და ზერკალური სცენარების ჩართვა ის ჩემი ნაცნობია ის ჩემი მეზობელია ის ჩემი ყოფილი კურსელია კლასელია და ნუ ეხლა და ადამიანი მე როგორი ტრანსლაცია ხდება რომ ეს ნაცნობი ან უცნობი მაგალითად ან ლამაზია ან მახინჯია ან გასუქებულა ან გამხდარა ან მაღალი ან დებილი ან ღარიბი ან გაჭირებული ან იქ მუშაობს ან აქ მუშაობს ან იმის მამა ან ამის მამა ან ეს იმის ცოლია ან ამის ათასნაირი ტრანსლაცია ხდება მე კიდე ბიოსისტემისათვის რა არის ეს ზერკალური კომპიუტერის ეკრანი ყველა ვიცით რაც არის ხო ჩართავ მაგას თანაც მივარ ჩავთავ კინოს რაღაცას იქ არის შიფრები კოდები და ამოვარდება გაშიფრული ზერკალური ეკრანები სადაც გვიჩვენებენ ასე ვთქვათ რომ და კინოებს და შევდივართ როლებში ნუ მაგასაც ახსნი რა არის ეს ბიოსისტემისათვის ეს შიფრული გადაცემები ზერკალურის მეორე ხარი სახში სამსახურში ხო კიდე ეხლა ეს ადამიანს თავისი ურთიერთობები ხო აქვს ყველა ადამიანს იქ სახშიც თავისი ურთიერთობი აქვს სახში ზოგს კარგად ექცევა ზოგს ცუდად ექცევა სამსახურში ზოგს კარგად ექცევა ზოგს ცუდად ექცევა ქუჩაში ზოგს კარგად ექცევა ზოგს ცუდად ექცევა ანუ თავიანთი უროვნები აქვს ამ იმებს რა სხვადასხვა ადამიანების მიმართ იქმნება ეს ბიოსისტემის ზერკალებში სხვადასხვა რაღაცეები ზერკალის მხარე აი ქალი არის ხო ან კაცი ხო რაღაცა ზერკალის მეორე მხარე ანუ პარალელურად კიდე ამ ხალხს თვითონ ხო თავიანთი ზერკალები თავიანთი ის აქვს ფიქრები პრობლემები ის ჩემზე რას აფიქრობს პარალელურად მე იმისთვის რა ვარ მიხვდი ესეც ხდება ანუ ყველა ანუ სხვადასხვანაირი ფიქრებია სხვადასხვანაირი ზერკალებია სხვადასხვანაირი პროგრამებია ეს თავის ტვინი თითოეული ადამიანი კიდე ინდივიდუალურად აღიქვავს ყველა ადამიანი სხვადასხვა ადამიანებს მე მაგალითად საყვარელი ვარ ერთი ადამიანისაც მეორე ადამიანს ვეჯავრები ხო ჩემთვისაც ეხლა ეს ადამიანი კაია მეორე ადამიანი ცუდია ეხლა ლოთებისათვის ლოთები კარგია ჩემთვის ცუდია ხო ესე არა რა ხო
ეხლა მერე და ადამიანი რო ხედავს მეორე ადამიანს და ერთმანეთს რო ხედავთ, ანუ ეს ზერკალური რაღაცა, ხო, ზერკალა და მეორე ადამიანი შენი ზერკალა და რაღაცა კი არა და ჩემი ზერკალა არავინ არ არის, მე ინდივიდუალური ვარ. უბრალოდ ეხლა აი ურთიერთობას გააჩნია იმ ადამიანთან, კაი ურთიერთობა მაქვს თუ ცუდი ურთიერთობა. მიხვდი და რამ გამოიწვია ეს ურთიერთობა? ჩემი ბრალი იყო თუ იმისი ბრალი იყო? აი ეს არის აი ზერკალური ლაბირინთები, მიზეზობები, რომ ის ისე ფიქრობს, ეს ესე ფიქრობს, ეს ესე ფიქრობს და ტუპოი ფიქრებს, რომ დასასრული არ აქვს. ამიტომ ყველამ რომ გამოიღვიძოს და ყველა რომ კარგად იქნება, მე ყველა იფიქრებს ერთმანეთზე ნორმალურად, რომ ის ისეთია თუ ესეთია, ცოტა განვითარებულია თუ ბევრად განვითარებულია, ყველას აქვს ეხლა სიცოცხლის უფლება, ევოლუციის უფლება და თუ არ მომწონს ეს ადამიანი არ შევეხები რა. იფსო და ხელი მოუმართოს ღმერთმა ყველას, всё, რა პრობლემაა ეხლა, მარა მენც ნუ შემეხება ეს ადამიანი ზედმეტად არა ვალდებული ვიღაცები შევიცოდო და ვიღაცებს თავი დავაჩაგრინო, აი ამ დროს ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი ატრაჟენიაც, თავის სახელიც, გვარიც და თავისი საერთოდ მისვლა, მოსვლაც და ურთიერთობებიც დისტანციურად ყველას და რა სიჭიროა ეხლა რაღაცა ვამპირული რაღაცები, მით უმეტეს რო არის იმის სულში რაზის, რა დაგაორები აქვს, არა რო არ უნდათ ეხლა დაგაორების მოხსნა კიდე და იოლგზებს რო ეძებენ, ეგ ეგრეა. ვამპირობაზე რო დადიან, მარტო ეგ ეგრეა. მერე ეს თქვი, ხო, ანუ ესე იგი გახსენება ვთქვი, ფიქრების ზერკალა ვთქვი, ემოციების ზერკალა ვთქვი. იქ რო გაგიჟდება, ძალიან უყვარს იმისი ზერკალა ვთქვი. ქუჩაში რო გახვალ და რო დაინახავ ამ ყველაფერს და ამას ზერკალები და ისენი ატრაჟენიები და რაღაცები ვთქვი. всё, და კიდე რა უნდა მეთქვა ეს რა ქვია? ხო. ანუ რა არის ეს ისა, ხო, კომპიუტერული ტექნოგენური ფილმები, სურათი მაგალითად რა არის, ხო, სურათი. სურათზე ატრაჟენია არის მაგალითად ჩემთვის არის სურათზე ატრაჟენია. აი როგორი ტრანსლაცია აქვს ეხლა ამ სურათს, ხო, სურათის ზერკალა, ხო, ზერკალა, ანუ სურათის ტრანსლაცია, ну სურათის ვიდეოს რა ქვია ის ტრანსლაცია როგორ ხდება და არის ტექნოგენური შიფრული უპლატნონი შიფრულად ციფრულად ეს ატრაჟენია მაგნიტურად ეს ატრაჟენია უპლატნონი რაღაცა პროგრამა, რომელსაც იმახსოვრებს ეს კომპიუტერი, ან ტელეფონი, ან ვიდეო, ან კამერა, ან რაღაცა მაგნიტური უპლატნონი, პლატა რასაც ეძახიან, ხო, უპლატნონი გამოსახულება, პროგრამა და ერთ პროგრამას ჩართავ, ერთი კინოა, მეორე პროგრამას ჩართავ, მეორე კინოა, მესამე პროგრამას ჩართავ, ნათია ამ ქალმა წაიღო ტვინი რა რასაკადაგებს არა? აი ეს არის რა ქვია უპლატნონი ზერკალა ეკრანი, უპლატნონი ეკრანი, ციფრული შიფრული ეკრანი, ზერკალა იგივეს და ეს გონება რომ უკვე ამა ვიცი ჩვენ რომ ტელევიზორს უყურებთ, ვიცი ჩვენ რომ ეკრანს უყურებთ, ვიცი ჩვენ რომ ეს ყველაფერი ხდება შნურებით, კაბელებით და იმეებით, ეს ტელეფონებიდან და პლატინებიდან და რაღაცა, მაგრამ მაინც შევდივართ როლებში და მაინც რასაც უყურებთ, ეს ტვინი მაინც აღიქვავს, ანუ ჩვენი ბიორობოტული საზნანია, ამ რა ქვია რასაც ხედავთ, ხო, ჩვენი თვალები არის ზერკალა, ხრუსტალი, ხო, რასაც ხედავთ, ყველაფერს აღვიქვავთ რეალობად. და შევდივართ ემოციებში და ესეთი რაღაცა არის, ანუ ზერკალური
უპლატონური, მაგნიტური, მინუს მაგნიტური, პლუს მაგნიტური, ანტიმაგნიტური, არ აქვს მნიშვნელობა ის ყველაფერი პროგრამები. ეხლა მე რო ჩავწერე ეს ჩემი ლაილაი, აი დაიმახსოვრა ტელეფონმა და через ანტენები, через კაბელები, через მაგთიკომით, ხო? მაგთიკომი მაქვს მე შემოყვანილი და მოდნი მაგთიკომით ხდება ჩემი ტრანსლაცია. ზოგი საქართველოში მთავს, ზოგი ბათუმში მთავს, ზოგი რუსეთში მთავს და ეგრე ხდება ჩემი ტრანსლაცია. მაგრამ მე კი არა ვარ, იქ არის ჩემი ხმა, ფანტომი, ჩემი გამოსახულება. უპლატონური რაღაცა ვიდეო თვალი დაყენებული, აი ესეთი აი გამოგონება, ხედავ რა ხდება? ძალიან კაი რამეა ხანდახან, მაგრამ ხანდახან კი არა და კაი რამეა, მაგრამ ეს უნდა დავიცვათ. როგორ უნდა დაიცვა? ჩემ ვიდეოზე, ჩემს ატრაჟენიაზე, ჩემს გამოსახულებაზე, ჩემს სურათზე, ჩემს შინაგან ზერკალაზე, თვალის ზერკალაზე, ბიოვერზე, ბიოპოზზე, ზაპრეშავის, ჩემზე ზროლი ხა პლოხავლიათ. всё. და უстановливается ჩემს კანალებზე, ენერგიებზე, ენერგოინფორმაციულ კანალებზე, ჩემს ზერკალებზე, ატრაჟენიებზე, პარალელებზე, ხლა პარალელურად რამდენი ხალხი მიყურებს მე, ხო? მირია პარალელ არ აქვს მნიშვნელობა, становится золотые ультрафиолетовые фильтрები. Запрещаю всех, на меня зроль иха плохо влияет, все микро-макро паразитов запрещаю, на меня зло лиха плохо влияет. Будут штрафироваться და будут ჯიგაცა. ცუდი რაღაცა გაახსენდა, ხო ადამიანს, ხო და გადავიდა იქ სცენარებში და ესე ფიქრობს და ისე ფიქრობს და არ უნდა რომ განთავისუფლება და წალობს და წამობს და რაღაცა, ხო? აი ის კიდე რო არის, რა ქვია, დეჟავიუს რო ეძახიან, დეჟავუ რა არის? იგივე რაღაცა ეს არის, რაღაცა პროგრამული ზერკალა ბიოსისტემისათვის, რომელიც მივიდა იმ ადგილამდე, ან იცნო ვიღაცა, ან გაახსენდა ვიღაცა, ამას ვიცნობდი ნეტა როდის ვიცნობდი, ნეტა სად ვიცნობდი და გაახსენდა რომ თურმე ბავშვობაში იმისი მეზობელი იყო და გაზდილა რაღაცა ერთად თამაშობდნენ, ხო? ან სადღაცა წავიდა დეჟავი, რასაც ეძახიან დასასვენებლად, ან იქ, ან ბათუმში, ან ამერიკაში, ან გერმანიაში, ან რუსეთში და გაახსენდა რომ მე აქ ვიყავი, კაცო. მე აქ ვიყავი, რაღაცა დეჟავისებით გაახსენა. ნეტა რატომ ახსოვს ეს ქუჩა, ნეტა საიდან მახსოვს ეს ქუჩა. და ეს არის დეჟავიუ. ანუ უპლატონური ბიოსისტემისათვის პროგრამა, რომელიც მერე ჩვენი ემოციებით, ამბიციებით, მახსოვრებით და ეს ჩვენი ტვინი რა ქვია, ამ ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას, ანუ ეკრანულ ფუნქციონირებას, ეს თვალები რო არ აქონდეს, ხო ვერ დავინახავთ ერთმანეთს და ვერ მოხდება ვერაფრის ფუნქციონირება და ვერც ემოციებში შევალთ და ვერც კი ეხლა თვალები არ აქვთ ადამიანები, არიან ბრმები და ღმერთმა ყველა ჯანმრთელობა მისცეს, მაგრამ ისინი უფრო სხვა გრძნობებს ინვითარებენ, სმენის გრძნობას, ხელის გრძნობას, ხო? მაგრამ მე ეხლა ეს რა ქვია, ანუ ზერკალები აქვთ, ასე ვთქვათ, არ აქვთ ეს იმპულსური, ზერკალური იმპულსებიც იგივე ზერკალა არის. აი იმპულსი, რო გტკივა რაღაცა, პარალელი ზერკალური ეს არის სიხშირე იმპულსი. და გეუნება შენი ატომი, შენი კუნთი, შენი ნერვი, შენი ნერვი, შენი ორგანიზმი, შენი ტონკი წერა, ბარში წელა რაღაცა გეუნება რომ აი მშია მაგალითად, ამ ტკივა მაგალითად. ადამიანი ეხლა ეს რაღაცა ოდნავ ხრუსტალი, ოდნავ ზერკანი, ოღონდ ეს ჩვენ ამას ვეძახით იმპულსებს, ემოციებს, ამბიციებს და რაღაცას. ეს ოდნავ რაღაცა ისინი რო არ კონდეს ადამიანი ვერ მიხვდება, კაცო, რა არის შიმშილი, ამიფეთქდა ეს კუჭი და ნეტა რა არის შიმშილი. არ მტკივა, რატო, რა არის ეს ტკივილი, ხო? დაიცალა ადამიანის სისხლით ან რაღაცა, ხო? და ვერ მიხვდა რომ დაუშვათ სისხლით დაიცალა, იმიტომ რომ გათიშული აქვს მის ფუნქცია.
ღმერთმა ყველას ჩვენ განშორს და ყველას გვაშოროს ეგეთი ამბები, მაგრამ არის ეგეთი რაღაცა, რომ აი დავუშვათ ადამიანი ავარიაში რო ხდება და დამბლა რო ემართება, ხო? ან კიდე კომაში რო ჩავარდა, ხო? და ეხლა კომაში ჩავარდა, ეგ ვაფშე ტატვინის გათიშვა, აი გაეთიშა რაღაცნაირად, ხო ავარიაში მოხდა და კი ეხლა ლაპარაკობს ყველაფერი, მაგრამ ვერ დგება, ხო ესე კი იქ რაღაცა ფუნქცია და იღვრება ეს ადამიანი სისხლით იღვრება, მაგრამ ვერ გძნობს ეს ადამიანი, სანამ ექიმებმა არ მიუყვიეს, მოუყვიეს ეს რაღაცა, ხო რაღაცა არ დაეხმარნენ, ხო? რატო? იმიტომ რომ აი ეს შეჯახებების დროს ვარდება ეს ეკრანული, ზერკალური იმპულსები, პარალელური გადაცემა, გადმოცემის მინუს პლუს რაღაცები, აი ადამიანის თავის ტვინიდან, იმიტომ არ ვარგა ადამიანის თავში რო უტყავენ წარამარა. აქ ძალიან დიდი ცოდვა არის ეგა. და ძალიან დიდი უჟასტიკობა არის ეგა. ადამიანი დადის გათიშული. აი რამე არ არის. მაგაზე სტოკრატნის ასჯელები და სტოკრატნის შტაფიროვანები პასუხს აგებენ ყველა სახის სადისტები, მანიაკები, აი მაგ ამბავის გამო. ბავშვი თავში წარტყმაც არ არის კარგი, რატო ურტყავ ბავშვ თავში, თუ რამე გინდა აუხსენი, თუ ვერ აჩერებ, გამაყუჩებელი დაალევინე, ან დამაძინებელი რომ დაიძინოს თავის ტვინი, ნერვები დაასვენოს, ზოგი არის თავში ურტყავს ბავშვს, დღესაც არის, გუშინაც ვნახე მაგალითად. რა ვიცი, ატირეს ერთი ბავშვი, ამ ჩემს სამეზობლომ, წაარტყეს, წამოარტყეს თავში, კი დაუყვირე, ნუცემ ბავშვი ამე დაალევნე რამე წამალი, დასაწყნარებელი მეთქი. და დაიძინეს ბავშვი, გამოიღვიძებს იმ ტრამვასაც ჯობია, თავის ტვინის ტრამვას, რომ დაერღვევა იქ ყველაფერი ფუნქციები, მერე ეს თვალის ტვინის ეს ტვინი და ზურგის ტვინი ერთმანეთთან ხო არის ნერვებით დაკავშირებული. ნერვებში რა არის? უჯრედებში რა შედის? ყველანაირი ელემენტები. ეს ელემენტები რა არის? აი, რამდენი რამე უნდა ისწავლოს ადამიანმა. ელემენტები რა არის? ზოგი ვიტამინებია, ზოგი რა ქვია, ის არის, რა ქვია, ლითონებია, ზოგი ხრუსტალებია. ჩვენ სისხლში რა შედის? მარტო ვიტამინები და ვირუსები? არა, სისხლში ძალიან ბევრი რაღაცა შედის. ძალიან ბევრი, რომლითაც ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი. ეს ხრუსტალები და ეს ელემენტები და ეს რაღაცები, რა ქვია, ჩვენ კენჭი რატო ხდება იგივე? კენჭი ეს ჩვენი ელემენტია. ცოტა კენჭი ყველასა გვაქვს, ცოტა ლითონი ყველასა გვაქვს, ცოტა მეტალი ყველასა გვაქვს ორგანიზმში. ოდნავ ყველასა გვაქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბიორობოტისათვის, ბიოსისტემისათვის არის საჭირო. ეს ბიორობოტულად ახსენი, რაც არის ეხლა ზერკალა. ეხლა სულიერად რა ხდება, სულიერად ახსნათ, რაც არის ზერკალა. სულიერად რო ახსნა ზერკალა, რა არის ზერკალა? სულიერად არის ძალიან ბევრი რაღაცა. დაახლოებით ეგეთი რაღაცა, მაგრამ სულიერ სამყაროში იმ უჟასტიკობა გელანდება თუ არ გელანდება, სულიერ სამყაროში სულები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ერთმანეთს. სულიერ სამყაროში ადამიანები, სულები აღიქვამენ ერთმანეთს, აი რეგლესოროგები, როგორ მუშაობენ ტრეციკლაზით, ხო რა არის სულიერი თვალი. აღიქვამენ ერთმანეთს ასე ვთქვათ, როგორი ზერკალებით, როგორი ტრანსლაციებით, როგორი ატრაჟენიებით, რა ვიბრაციის მატარებელია, რა დნკ-ის მატარებელია, რომელი იმიდან არის და დნკ-ზე ჩანს ტელეპათიურად ყველაფერი. კაი სულია, ცუდი სულია, ნიშნი მილია, ეშმაკია, ჩორტიკია, მორტიკია. ჩანს იქ, რავი, ეგრე ხედავენ რეგრესოლოგები, იმიტომ რომ ტრეციკლაზი აქვს გახსნილი და ეს პარალელურ, ანუ ატრაჟენიებს, რა ქვია და იმებს ესე ხედავენ ტრეციკლაზით, ტელეპათიურად. და მერე, ანუ, რა ქვია, რა ვიცი, ყველაფერს ხედავენ, მე მაგას ეხლა კარგად ვერ ახსნი, მაგრამ
აი ეს ხედავენ, რომ დაუშვათ ვიბრაციებით, აი ბესი რა არის, მინუს პოლუსოვანი, სულ შეესტო სურათები როგორ გაგვიკეთეს ახლა ამ რეგრესოლოგებმა სურათებზე ხო არის ცოტათი აღწერილი ბესი რომ იმას ხები აქვს, გრძელი ფრჩხილები აქვს, კრანჭები რაღაცა ხო? ანუ ზოგი ესე ხედავს, შეუძლია ბეს გადაიქცეს უცბად რაღაცა იმათ, რა ქვია, აი ლამაზ გოგოთ, ლამაზ კაცად, შეუძლიათ ფორმის მიღება, აქვთ მაგისი უნარი. მარტო ისე კი არ დარჩება, ის ბესიც ერთ დროს ის იყო. ადამიანი იყო, მაგრამ დაუმძიმდა, ენერგიები იბოღმავა, იბოროტა და გახდა მახინჯი. შეჭამა თავისი თავი და არის მინუს პოლუსებს რო ეძახიან, აი იმ რა ქვია, მახინჯი ვიბრაციები რა არის, იბოროტე, შური, შუღლი, წყევლა, ჯადონბაზობა, მარტო მე ვარ, შენ მინახა, ეს არის მახინჯი ვიბრაციები და გახდა ეს ბესი დაჭყანული მახინჯი, ხო? და დაიმონა სხვა სულები რო დაიმონა ამ სხვა სულებმა ხო რა ქვია უესაზიზღარი ხო და უარესა დაამახინჯეს ეს ბესი ხო კი ეხლა ის მეფია მაგრამ იმ მეფეზე რამდენი ვინმე რამეს აფიქრობს ცუც ხო არის მართალი რამდენი ვინმე ცუც აფიქრობს ის ცუდი ფიქრები სად მიდის ჩემთან კი არ მიდის იმასთან მიდის ის კი ეხლა დიდი ბესია, მაგარი ბესია, მაგრამ ყველა ცუც აფიქრობს იმაზე და ყველას ეზიზღება, ხო? ერთი კაცი არ გამოდგა ისა, რომ იმაზე კაი თქვას, ხო? ის შინაური ბოღმებისაგან, შიდა ბოღმებისაგან, გარე ბოღმებისაგან, სამა ბოღმებისაგან და სამა უჟასტიკობებისაგან ის ბესის უგაგიჟდა, სულ არესი კნიაზი გახდა მერე. და იმაში არის ისეთი პროგრამები რომ მარტო არის ტყუილები, წყევლები, ავადობები, შურის ძიებები, წემები, ტყეპები და მეტი იმას აღარ ახსოვს. აი სულიერ სამყაროში ესე ხედავ და ამ ბეს აქვს პლუს ვიბრაციები კი არა, მინუს ვიბრაციები. სერებს როგორ ხედავენ? სერებს თავიანთი რეპტილიები რა არიან, ხვლიკები, ხოჭოები, მატლები, რო ეტყვი, აბა მოიხსენი მასკა გალაგარამები და წარსტგი პერვავიჩნამ ობრაზამ რო წარსტგება, ესე გამოჩდება მერე როგორია ისა ხვლიკსა გავს, იქა თუ სერსა გავს, თუ რეპტსა გავს, თუ არხოტსა გავს, თუ დრაკონსა გავს, თუ რასა გავს და აბა გამოაჩინე შენი გერცები ეტყვი. რო გამოაჩენს ამ გერცებს ხო არის იქა -1, -2, -3, -3, -10, -4, უარესი უფრო უარესი, -30 უარესი ხო? ანუ უფრო ბოროტი და ბოროტი. ეტყვი შებოროტო შენა რა გინდა ჩემგან? აბა წადი აქედან. მიხვდი ესე ხედავენ სულები ერთმანეთს. თუ პლუს მაღალი ვიბრაციები აქვს, კი ბატონო. კაი სულია, მაგრამ უნდა შეეკითხო რა გინდა ჩემს ბიოპოლში. იქნება გაზომბირებს, იქნება გავამპირებს. კაი სულია, მაგრამ რა უნდა შენს ბიოპოლში, სულიერ სამყაროში, შენ სულიერ ასტრალში რა უნდა? ის შეიძლება დაგიმალოს მოგატყოს, მაგრამ უნდა უთხრა არ მომატყო დაგსჯი. დაგსჯი ცეცხლის ტოკებით. მერე როგორ ამოწმებენ ამას, რომ არის წითელი ფერი, არის მწვანე ფერი. წითელი ფერი და მწვანე ფერი. თუ მომატყვებ, აინთება წითელი, ეტყვი. თუ სიმართლეს მეტყვი, აინთება მწვანე ფერი. იმან მოიტყვა ხო იქ ასტრალში, აინთო წითელი ფერი. შენ ეს როლი ცეცხლის ტოკი, აი დაგსაჯე ეუნები. მერე ვარდებულია გითხრას სიმართლე. მერე შეგიძლია კიდე შეამოწმო. თუ აინთო მწვანე ფერი, ესე იგი სიმართლე გითხრა. თუ წითელი ფერი აინთო ისე მოგატყვა რაღაცა. ანუ ესე ავამპირებენ ერთმანეთს. ისე არის ბევრი ვითომ კაისული რომ დადის და ავამპირებენ ხალხს. ესე საზრდოობენ ერთმანეთით სულიერ სამყაროებში, სულიერ ასტრალებში. და ამიტომ ადამიანებმა უნდა დაიცვან თავიანთი სულიერი ასტრალები. სული უნდა დაიცვან, მანდალები უნდა დაიცვან და ყველაფერი უნდა დაიცვან. ზალატი ულტრაფიოლეტოვი, ბერი ულტრაფიოლეტოვი, რა ეხლა იტყვიან რა არის ზალატი, წარმოიდგინე ზალატი ულტრაფიოლეტოვი, წყალი.
გელები, ჩაი, ჭინჭლის ჩაი გაციებული ოდნავ თბილ-თბილი და ვითომ ამით იკურნებ თავს, რა ვიცი, სოდიანი წყლები წარმოიდგინეთ და მადლობა ჩემს სულს, მადლობა ვიშიეს ვეტრიეს სირებს, პაკა დასვიდანია. და შიკუკურა